7 რამ, რაც არასდროს უნდა გაამჟღავნო. ძალაუფლების ფარული მექანიზმები. არის რაღაცები, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობ. ის, რაც უკვე დაასკვენი, საბოლოოდ გადაწყვიტე და გონების ბნელ კუთხეებში ჩუმად შეინახე. ის, რაც შენი გონების ჩაკეტილ, მიუწვდომელ ოთახებში ცხოვრობს, სადაც ექსკურსიებს არაროის უწყობ და სადაც შესვლის უფლება მხოლოდ შენ გაქვს. ადამიანების უმეტესობა ამ ოთახებს უბრალოდ პირად სივრცედ აღიქვამს. მათ გონიათ, რომ ეს ის ფიქრებია, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდა გასაიდუმლოებული, მაგრამ ისტორიის დიდმა სტრატეგებმა სრულიად სხვა რამ იცოდნენ. ადამიანების უმეტესობა ისე ასრულებს სიცოცხლეს, რომ რეალურ ძალაუფლებას ერთხელაც ვერ ეხებიან. არქიტექტურა იმისა, თუ რას ირჩევ გამოაჩინო და რას მარხავ სამუდამოდ, არის ძალაუფლების ფუნდამენტური მექანიზმი. არა ის საქმეები, რასაც აკეთებ, არა ის სიტყვები, რასაც ამბობ, არამედ ის, რის ზედაპირზე ამოტანაზეც სტრატეგიულად, გააზრებულად და ცივ სისხლიანად თქვი უარი. არსებობს 7 კონკრეტული კატეგორიის ინფორმაცია, 7 ფარული საიდუმლო, რომლის ერთხელ გამჟღავნებაც კი სამუდამოდ გასუსტებს და განგაიარაღებს. ეს არ არის რაღაც სამარცხვინო დეტალები, არამედ სტრუქტურული უპირატესობები. და სტრუქტურული უპირატესობის წინასწარ ხმამაღლა გამოცხადება იმაზე დიდი სისულელე და თვითსაბოტაჟია, ვიდრე საერთოდ მისი არ ქონა. სანამ ამ ფარული მექანიზმების დეტალურ ანატომიაზე გადავალ, მინდა გითხრა, ფიორი არ არის უბრალოდ პროექტი. ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ექსპერიმენტი, რომელსაც მე ვაშენებ და რომელსაც შენთან ერთად ვზრდი. გამოიწერე ჩემი არხი, რომ ეს უხილავი ტრანსფორმაცია არ გამოტოვო და ერთად გავხდეთ ჩვენი ცხოვრების რეალური არქიტექტორები. ახლა კი დავიწყოთ. და გახსოვდეს, ბოლო, მე-7 საიდუმლო სრულიად შეცვლის ყველა მანამდე ჩამოთვლილს და გადმოატრიალებს იმ რეალობას, რომელშიც აქამდე ცხოვრობდი. საიდუმლო პირველი. არასდროს გაამჟღავნო. ვინ ხდები ტრანსფორმაციის პროცესში? წარმოიდგინე მე-11 საუკუნის მიწურულის საქართველო. ქვეყანა განადგურებულია თურქ-სელჩუკების შემოსევებით, ეკონომიკა კოლაფსშია, ცენტრალური ხელისუფლება ილუზორულია. ამ დროს 1099 წელს ტახტზე ადის 16 წლის დავითი, რომელსაც მოგვიანებით არმაშენებელს უწოდებთ. მის გარშემო მყოფი გავლენიანი დიდებულები, ძლიერი და ამპარტავანი ფეოდალები, ლიპარიტ ბაღვაშის მეთაურობით მას უბრალოდ ბიჭად მოიხსენიებდნენ. ჭკვიანი გავლენიანი კაცები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს, ყველა ერთსა და იმავე ფატალურ შეცდომას უშვებდა. ისინი უყურებდნენ მათ წინ მდგომ ახალგაზრდას და ასკვნიდნენ, რომ ბოლომდე შეისწავლეს იგი. ისინი ხედავდნენ გამოუცდელ მორჩილ ფიგურას, რომლის გამოყენებას და შემდეგ მარტივად თავიდან მოშორებას შეძლებდნენ. მაგრამ მათ ვერ დაინახეს კაცი, რომელიც ჩრდილში საკუთარ თავს აშენებდა. დავითი წარმოუდგენელი, თითქმის ზეადამიანური დისციპლინით მალავდა თავის ტრანსფორმაციას. სანამ დიდებულები მას აიგნორებდნენ, ის ჩუმად, ნაბიჯ-ნაბიჯ იკრებდა ერთგულ ადამიანებს. სანამ სხვები მის ასაკზე ქილიკობდნენ, ის სწავლობდა სამხედრო ლოიალობის მექანიზმებს. იკვლევდა, ვის ექვემდებარებოდა რეალური ძალა და ვის სცემდნენ პატივს რიგითი მეომრები. სანამ თამაშის ყველა მონაწილე მის სისუსტეებს ითვლიდა, ის ინჟინრული სიზუსტით ქმნიდა იმ სტრუქტურულ პირობებს, რამაც იგი საქართველოს ისტორიაში უდიდეს მმართველად აქცია. იმ დროისთვის, როცა მისი ტრანსფორმაცია დასრულდა და ნამდვილი ძალა გამოჩნდა, დიდებულებისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო სტრატეგიის შეცვლა. ეს არის ის, რასაც მე ვაკვირდები ყველა დიად გადამრჩენელში. შენი ყველაზე საშიში, ყველაზე ძლიერი ვერსია არის ის ვერსია, რომელსაც ჯერ საკუთარი თავი არ გამოუცხადებია. დაფიქრდი შენ საკუთარ ცხოვრებაზე ახლა. ზედაპირის ქვეშ რაღაც იცვლება. აშენებ კომპეტენციას, რომლის შესახებაც სხვებმა არ იციან. აგროვებ ცოდნას, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. შენ ნელ-ნელა შეუქცევადად ხდები იმაზე მეტი, ვიდრე გარშემო მყოფმა ადამიანებმა გამოთვალეს. ადამიანების ძალიან ადამიანური, მაგრამ უკიდურესად დამღუპველი ინსტინქტია ამ ტრანსფორმაციის წინასწარ გამოცხადება. იმის თქმა, რომ მე რაღაც დიადზე ვმუშაობ, მე ვიცვლები, მე ახალ პროექტს ვიწყებ. ჩვენ გვინდა დავანახოთ სხვებს იმ სტრუქტურის მონახაზი, რომელსაც ვაშენებთ, რადგან ეს გვაძლევს დოფამინის მყისიერ მოზღვავებას. ეს გავს გულწრფელობას, გავს სიახლოვეს. მაგრამ სინამდვილეში რასაც აკეთებ არის ის, რომ აძლევ მათ ზუსტ ნახას, თუ სად უნდა დაგარტყან. როდესაც ადამიანები ხედავენ შენს გარდამავალ ეტაპს, ისინი პოულობენ ზუსტად იმ მომენტს, როცა ყველაზე მოწყვლადი ხარ. შუაგულ გზაზე, იმას შორის, ვინც იყავი და ვინც ხდები. ეს არის ფანჯარა, სადაც დათრგუნო ყველაზე მარტივია, სადაც ეჭვი ღიმილით ინერგება, სადაც ერთ ზუსტ კომენტარს, ზუსტად შერჩეულ მომენტში შეუძლია გაანადგუროს შენი თვეების ჩუმი შრომა.
ტრანსფორმაცია, რომელიც სიჩუმეში მოდის, სრული ძალით ატყდება თავს სამყაროს. არანაირი გაფრთხილება, არანაირი თავდასხმის ფანჯარა, არანაირი წინასწარ მომზადებული თავდაცვის ხაზი ოპონენტებისთვის. ადამიანების უმეტესობა ამას ისმენს და ფიქრობს: კარგი, ჩემს გეგმებს საიდუმლოდ შევინახავ. ეს მხოლოდ ზედაპირული გაკვეთილია. ის კარგავს რაღაც ბევრად უფრო ღრმას, რასაც მეორე საიდუმლო ხსნის. იმიტომ რომ არსებობს შენი გეგმების გამჟღავნებაზე ბევრად კატასტროფული შეცდომა, რომელსაც თითქმის არავინ იცავს. საიდუმლო 2. არასდროს გაამჟღავნო. როგორ კითხულობ ადამიანებს. ეს არის საიდუმლო, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს. ადამიანების უმეტესობას გარკვეულ დონეზე ესმის, რომ საკუთარი სისუსტეები არ უნდა აჩვენოს. მათ ინტელექტუალურად იციან, რომ ყველა კარტი არ უნდა გადაშალონ, მაგრამ თითქმის ვერავინ აცნობიელებს იმ კატასტროფულ ფასს, რასაც იხდიან საკუთარი აღქმის მექანიზმის გამჟღავნებით. მაკიაველი მთავრის მე-18 თავში უბრალოდ კი არ არიგებს მართველს დაფაროს თავისი ზრახვები. ის ეუბნება, რომ დაფაროს თავისი ბუნება, თავისი ფუნდამენტური განწყობა სამყაროს მიმართ, თავისი დანახვის გზა. რატომ? იმიტომ რომ თუ ადამიანები ხვდებიან, რა პრიზმაში და რა კრიტერიუმებით აანალიზებ მათ, ისინი წყვეტენ შენთვის თავიანთი ნამდვილი სახის ჩვენებას. იწყებენ თამაშს, სპეციალურად შენი სისტემისთვის. გაცუდიან საკუთარი თავის დამუშავებულ ვერსიას, რომელიც დაკალიბრებულია ზუსტად იმ პატერნების საპასუხოდ, რომელიც შენ მათ გაანდე. ავიღოთ მაგალითი ჩვენი ისტორიიდან. როსტომ ხანი. მე-17 საუკუნეში ქართლის ტახტზე იჯდა კაცი, რომელმაც ურთულეს სისხლიან პოლიტიკურ ეპოქაში გადაეჩინა თავი და ქვეყანაც შედარებით მშვიდობიანად მართა. ის ემსახურებოდა სეფიანთა ირანის სხვადასხვა მმართველებს, აბალანსებდა ურჩ ქართველ დიდებულებს, ლავირებდა ოსმალეთისა და ირანის ინტერესებს შორის. ყველა ამ ძალას და გარემოებას წესით ის უნდა გაინადგურებინა. ვერც ერთმა შეძლო. მისი საიდუმლო ის კი არ იყო, რომ უბრალოდ გონიერი გახდათ. მისი საიდუმლო ის იყო, რომ ვერავინ ვერაზროს ხვდებოდა, სინამდვილეში რას ხედავდა როსტომი, როცა მათ უყურებდა. მან თავისი ინტელექტი უხილავი გახადა. ის არაზროს ამხელდა იმ სიგნალებს, რასაც კითხულობდა, იმ პატერნებს, რასაც აგვირდებოდა, იმ დასკვნებს, რასაც ჩუმად აკეთებდა. ის ჩანდა თბილი, მეგობრული, ზოგჯერ ოდნავ გულგრილიც კაცი, რომელიც თითქოს იმაზე ნაკლებს ამჩნევდა, ვიდრე სინამდვილეში. დიდებულებს ეგონათ, რომ ატყუებდნენ, რადგან ის არ რეაგირებდა ისე, როგორც ჩვეულებრივი ეჭვიანი მმართველი რეაგირებს. იმ წამს, როცა ვინმეს გააგებინებ, თუ რას აკვირდები მათში, რას აქცევ ყურადღებას. როცა ჰგონიათ, რომ არავინ უყურებთ, ისინი მაშინვე იცვლიან ქცევას. ადამიანი, რომელიც სპეციალურად შენი დაგურების სისტემისთვის თამაშობს როლს, თითქმის შეუძლებელია სწორად წაიკითხო, რადგან ყოველი სიგნალი, რასაც იღებ, წინასწარ არის გაფილტრული. დაუბრუნდეთ პირველ საიდუმლოს. ტრანსფორმაცია, რომელსაც იცავ, მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, თუ გარშემომყოფები ვერ კითხულობენ შენი ცვლილების სიგნალებს. ისინი ამ სიგნალებს მხოლოდ მაშინ წაიკითხავენ, თუ იციან, რას უნდა დააკვირდნენ. და მათ მხოლოდ მაშინ იციან, რას უნდა დააკვირდნენ, თუ შენ თავად აჩვენე შენი მეთოდი. ეს ორი საიდუმლო ურთიერთდამოკიდებულია, მაგრამ მესამე საიდუმლო სრულიად სხვა განზომილებაა. მას არაფერი აქვს საერთო შენი პიროვნული ინფორმაციის დამალვასთან. ის მთლიანად ეხება შენს ფარულ ურთიერთობას დროსთან. საიდუმლო მესამე. არასდროს გაამჟღავნო შენი მოთმინების რეალური ხანგრძლივობა. წარმოიდგინე მე-14 საუკუნის დასაწყისი. საქართველო ილხანთა ურდოს მძიმე უღლის ქვეშაა. ტახტზე ადის გიორგი მე-5 ბრძგენვალე. მას შეეძლო ემოციებს აღყოლოდა, დაეწყო ნაადრევი აჯანყებები, ეჩვენებინა თავის რეალური სიძულვილი და აჩქარება. მაგრამ მან აჩვენა მოთმინების სრულიად უხილავი საზღვარი. ის წლების განმავლობაში იხდიდა ხარკს, მოგზაურობდა ურდოში, ჩანდა მორჩილი და ლოიალური ვასალი. მან არასდროს გაამჟღავნა თავისი წინააღმდეგობის დედლაინი. მონღოლებს არ ჰქონდათ არანაირი ბერკეტი მის წინააღმდეგ, რადგან ვერ ხედავდნენ მის ემოციურ ვადებს. მათ არ იცოდნენ, ეჩქარებოდა თუ არა მას. როდესაც ადამიანს არ აქვს დადგენილი დროის ლიმიტი, როცა მისი მოთმინების ფსკერი უხილავია, მასზე ზეწოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ზეწოლა სჭირდება ჭრილობა, რომელზეც თიც დააჯერ. გიორგი მე-5-მ უარი თქვა, ეჩვენებინა სად იყო მისი ჭრილობა. ის დაელოდა ურდოს შიდა დაშლას, ზუსტ მომენტს და მხოლოდ მაშინ დაარტყა, შეაჩერა ხარკი და გააერთიანა საქართველო. ფრენსის ბეკონი წერდა: კაცი, რომელიც მალავს თავის ვადებს, ფლობს მომავალს როგორც პირად საკუთრებას. კაცი, რომელიც ამჟღავნებს თავის დედლაინს, გადასცემს მომავალს თავის ოპონენტს, როგორც იარაღს. დაფიქრდი იმ მოლაპარაკებებზე, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონდა. საუბარი ხელფასზე, კონტრაქტზე, ურთიერთობის დინამიკაზე.
რომელღაც ეტაპზე ხომ არ გამოაჩინე შენი გადაუდებლობა, ხომ არ მიეცი მათ საშუალება დაენახათ შენი დროის ლიმიტი. იქნებ გააგებინე რამდენ ხანს შეგეძლო ლოდინი, ან რაზე დათანხმდებოდი პროცესის დასაჩქარებლად. იმ წამს, როცა შენი აჩქარება ხილული ხდება, დინამიკა სრულად იცვლება. ისინი აჭიანურებენ პროცესს, ისინი იცდიან. დრო ხდება შენი მტერი და მათი მოკავშირე. რაც ამ პრინციპს კიდევ უფრო აძლიერებს, არის ის, რომ შენი დაფარული მოთმინება მხოლოდ ერთ მოლაპარაკებას კი არ იცავს. ის გროვდება და იქცევა შენს რეპუტაციად. ადამიანები, რომლებიც გაგვირდებოდნენ, როგორ ელოდი უძრავად, უემოციოდ, მაშინ როცა ეგონათ, რომ გათხვდებოდი, ამ მოგონებას ყველა მომავალ ინტერაქციაში ატარებენ. მოთმინება, რომლის გაზომაც შეუძლებელია, ხდება ძალა. მოთმინება, რომლის გაზომაც შესაძლებელია, ხდება წამზომი სხვის ხელში. სანამ მეოთხე კიდევ უფრო რადიკალურ საიდუმლოზე გადავალ, შეგახსენებ. თუ აქამდე მოსმენილი შენს გონებაში რეზონირებს და ხედავ, როგორ შეგიძლია ამის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება, გამოიწერე ფიორი. მე არ ვარ პროფესიონალი ფსიქოლოგი ან ფილოსოფოსი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს პრაქტიკაში, რეალურ ბიზნესსა და ყოველდღიურობაში ცდის. მოდი ერთად შევისწავლოთ ეს მექანიზმები. საიდუმლო 4. არასდროს გაამჟღავნო. ვინ ან რა დატოვე უკვე გონებრივად. სანამ ოფიციალურად დატოვებ რაიმეს, სამსახურს, ურთიერთობას, ალიანსს, მეგობრობას, არსებობს ნაპრალი. დროის პერიოდი იმ მომენტს შორის, როცა პირადად შენს გონებაში მიიღე წასვლის გადაწყვეტილება და იმ მომენტს შორის, როცა ეს ხმამაღლა გამოაცხადე. ადამიანების უმეტესობა ამ ნაპრალს დაუყოვნებლივ ხურავს. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და მაშინვე ახმოვანებენ მას. ისინი ამ შუალედს გრძნობენ როგორც დისკომფორტს, როგორც სიყალბეს და ჩქარობენ მის აღმოფხვრას. ეს კატასტროფული ინსტინქტია. ეს ნაპრალი არის ყველაზე სტრატეგიულად ღირებული ფანჯარა, რომელშიც ოდესმე აღმოჩნდები. ამ ფანჯრის შიგნით შენ გაქვს რაღაც ღირებული. შენარჩუნებული ინვესტიციის ილუზია, იმ მოწყვლადობის გარეშე, რასაც რეალური ინვესტიცია ქმნის. შენ აკვირდები ისე, რომ არ გაკვირდებიან. შეგიძლია დაინახო, როგორ იქცევა სისტემა, ან ადამიანი, როცა სჯერა, რომ შენ ჯერ კიდევ მისი ერთგული ხარ. ადამიანები სრულად ამჟავნებენ თავიანთ ნამდვილ სახეს ამ ფანჯარაში, თავიანთ რეალურ мотивაციებს, რეალურ ლოიალობას, იმ გამოთვლებს, რასაც აკეთებენ, როცა არ იციან, რომ მათ ბოლოჯერ აფასებ. გავიხსენოთ 1918 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინადღეები. ნოე ჟორდანიან და ეროვნული საბჭოს წევრები ოფიციალურად ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმის, ანუ ფედერაციის შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ გონებრივად მათ უკვე დატოვეს ეს აბსურდული კავშირი და ფარულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს გერმანიასთან დამოუკიდებლობის გარანტიებზე. ეს განზრახვა, რომ ნაადრევად გამჟღავნებულიყო, სანამ სამოქმედოდ მზად იქნებოდნენ, ოპონენტები დაუყოვნებლივ გაანეიტრალებდნენ მათ, წაართმევდნენ ყველა ბერკეტს. წასვლის გადაწყვეტილების დამალვა არ იყო უბრალოდ ტაქტიკა, ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. როდესაც წასვლას აცხადებ, მანამ, სანამ რეალურად მზად ხარ წასასვლელად, შენ ნებდები ნარატივს. ეუბნები სხვებს, რომ ფიქრობ წასვლაზე და მაშინვე ორი რამ ხდება. ისინი იწყებენ საკუთარი კონტრნარატივის აშენებას შენს დასასწრებად, იწყებენ შენი წასვლის დისკრედიტაციას, რათა როცა ეს მოხდება, აღიქმებოდეს როგორც შენი მარცხი და არა შენი გააზრებული გადაწყვეტილება. შენი უხმო წასვლა არის შენი სუვერენიტეტი. შენი გამოცხადებული წასვლა არის მათი შესაძლებლობა. კარი იხურება და დახურულ კართან ვაჯრობა შეუძლებელია. საიდუმლო მეხუთე. არასდროს გაამჟღავნო შენი ფსკერი. ფსკერი არის ის მინიმუმი, რომელსაც მიიღებ, სანამ საერთოდ გაწყვეტ მოლაპარაკებას. ყველაზე დაბალი ხელფასი, რომელზეც იმუშავებ. მოპყრობის ყველაზე დაბალი სტანდარტი, რომელსაც აიტან ურთიერთობაში. კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევები ადასტურებს შემაშფოთებელ კანონზომიერებას. როდესაც მოლაპარაკების ერთ-ერთი მხარე ამჟღავნებს თავის ფსკერს, ანუ თავის მინიმუმს, მეორე მხარე ყოველთვის გამონაკლისის გარეშე არეგულირებს თავის შეთავაზებას ზუსტად ამ ფსკერზე. არაოდნავ მეტზე, არამედ ზუსტად მინიმუმზე. რატო უნდა შემოგთავაზონ მეტი, როცა შენ თავად გამოაცხადე, რაზე ხარ თანახმა? მაგრამ ფსკერი მხოლოდ ფულში არ არსებობს. შენი ემოციური ფსკერი. მოპყრობის ის მინიმუმი, რომელსაც აიტან პიროვნებისგან, სანამ მასთან ურთიერთობას გაწყვეტ, არის ყველაზე ექსპლუატირებული ინფორმაცია ადამიანურ ურთიერთობებში. როდესაც ზუსტად ამჟღავნებ თუ სად გადის შენი თავმოყარეობის წითელი ხაზი, შენ მანიპულატორს გადასცემ ზუსტ რუკას. შენს ცხოვრებაში შემოსული ყველაზე ტოქსიკური, მტაცებლური ბუნების ადამიანები გამოიყენებენ ამ რუკას, რათა მივიდნენ ზუსტად ამ ზღვრამდე და იქ გაჩერდნენ. არა იმიტომ, რომ პატირს სცემენ ამ ხაზს,
არამედ იმიტომ, რომ შენ აჩვენე ზუსტი კოორდინატები თუ სადამდე შეუძლიათ ტკივილის მოყენება შედეგების გარეშე. ისინი მიდიან ზღვრამდე, ჩერდებიან, უკან იხევენ და მერე ისევ თავიდან იწყებენ. ეს ციკლი გრძელდება უსასრულოდ, რადგან მათ იციან შენი ლიმიტის ზუსტი პერიმეტრი. ფსკერი გიცავს მხოლოდ მანამ, სანამ მისი ადგილმდებარეობა უცნობია. იმ წამს, როცა იგებენ სად არის ის წვეთს ფსკერად ყოფნას და ხდება ჭერი. ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომელსაც ოდესმე მიიღებ. საიდუმლო 6. არასდროს გაამჟღავნო შენ ინტელექტის ან ინფორმაციის წყარო. ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში არის ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის მოვლენები მათ ოფიციალურ გამოცხადებამდე. ისინი საუბრობენ მშვიდი თავდაჯერებულობით, ფლობენ ინფორმაციას და აქვთ გრავიტაციული ძალა, რომელსაც მხოლოდ მათი თანამდებობა ვერ ხსნის. მათი ძალა მთლიანად ერდნობა საინფორმაციო ქსელს, ვიღაც ენდობა მათ. და ეს ძალაუფლება ინგრევა იმ წამს, როცა ვინმე იგებს, კონკრეტულად ვინ არიან ეს წყაროები. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სადაზვერო ქსელი გიორგი ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებლის უერთგულესმა მრჩეველმა შექმნა. ამ ეგრეთ წოდებულმა მსტოვართა ქსელმა არაერთი შეთქმულება გამოავლინა, მათ შორის ძაგან აბულეთის ძის ღალატი. ჭყონდიდელის ქსელის ყველაზე ძლიერი ასპექტი ის კი არ იყო, რომ მას ყველგან ყავდა ხალხი. მისი ძალა იყო აბსოლუტური უარი, ვინმესთვის გაემჟღავნებინა ამ ქსელის სტრუქტურა. თითოეულმა სეგმენტმა მხოლოდ თავისი საქმე იცოდა. როცა წყარო უხილავია, სისტემა მუშაობს. შენს პირად ცხოვრებაში ეს პირდაპირ ითარგმნება. როცა იგებ რაღაც მნიშვნელოვანს ადამიანზე ან სიტუაციაზე და ამჟღავნე წყაროს, ორი რამ ხდება. პირველი, ადამიანი ვინც გენდო, ხვდება რომ შენ საიდუმლოს ვერ ინახავ და სამუდამოდ წვეთს შენთან საუბარს. მეორე, ისინი ვინც ახლა იციან წყარო, გვერდს გივლიან და პირდაპირ მასთან მიდიან. შენ ამოვარდები საინფორმაციო ჯაჭვიდან. ინფორმაცია თავისთავად ზედაპირია. წყარო არის ინფრასტრუქტურა მის ქვეშ. დაკარგი ინფრასტრუქტურა და სამუდამოდ დაბრმავდები. საიდუმლო 7. არასდროს გაამჟღავნო რომ შენ ამ წესებით თამაშობ. ყველაფერი, რადგან აქამდე ვისაუბრე, დაცვის ყოველი ფენა, ყოველი სტრატეგიული დამალვა, მთლიანად დამოკიდებულია ერთ ფინალურ პირობაზე. ეს მეშვიდე საიდუმლო არ არის უბრალოდ დამატება არქიტექტურაზე. ეს თავად არქიტექტურაა. სულხან საბა ორბელიანმა თავის გენიალურ იგავარაკებში, განსაკუთრებით სიბრძნე სიცრუისოში, ბრწყინვალედ და ანალიტიკურად აღწერა ადამიანური ბუნების, სიცრუისა და მანიპულაციის ლაბირინთები. მან აჩვენა თუ რა ღრმად ესმოდა ძალაუფლების ფსიქოლოგია. მაკიაველიმაც დაწერა მქავარი, რათა ეჩვენებინა ლორენცო მედიჩისთვის, თუ რა კარგად ესმოდა ძალაუფლება და ეგონა, ამით სამსახურს მიიღებდა. ორივე მათგანის, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ ასპარეზზე, ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ როცა შენ აჩვენებ რა კარგად გესმის მანიპულაციის მექანიზმები, შენ სამუდამოდ ხდები საეჭვო. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელსაც ასეთი სიზუსტით შეუძლია აღწეროს სტრატეგიული თამაში. წიგნი, რომელიც მაკიაველის გენიალურობის დასამტკიცებლად დაიწერა, მისი საშიშროების მტკიცებულებად იქცა. მედიჩებმა ის აღარასდროს დააბრუნეს დიდ პოლიტიკაში. ეს არის პარადოქსი. როგორც კი ვინმე ხვდება, რომ შენ სტრატეგიულად ფილტრავ ინფორმაციას, შენი ნებისმიერი გულწრფელი სიტყვაც კი აღიქმება როგორც სტრატეგიული სვლა. კარგავ ყველაზე ძვირფას სოციალურ ვალუტას, გულწრფელობის პრეზუმპციას. და ამის გარეშე ადამიანებს ვეღარ წაიკითხავ, რადგან ისინი იწყებენ შენს სტრატეგიებზე რეაგირებას. ყოველი საიდუმლო ამ სიაში მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა შენ გარშემომყოფებს ჯერათ, რომ შენ ბუნებრივად გამჭვირვალე ხარ. ადამიანი, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია რამის დამალვა. იმ წამს, როცა ეჭვობენ, რომ შენ მალავ შენი ტრანსფორმაციის ფორმას, ნირბავ აღქმის მეთოდს, ბლოკავ დედლაინს, იცავ შენს წასვლას და მარხავ შენს ფსკერს, ამოქმედდება მათი თავდაცვა. ბალთაზა გრასიანი წერდა: იცოდე როგორ მოაჩვენო და როგორ დამალო, მაგრამ არც ერთი არ გახადო ცნობილი. აქამდე ჩამოთვლილი 6 საიდუმლო არის უმძლავრესი იარაღი. მეშვიდე საიდუმლო კი არის ბუდე. და შენ არასდროს ატარებ იარაღს ისე, რომ ყველამ დაინახოს. არა იმიტომ, რომ იარაღის ქონა სამარცხვინოა, არამედ იმიტომ, რომ ხილული იარაღის წინააღმდეგ ყველა უკვე წინასწარ იწყებს თავდაცვას. მე როგორც ფიორის ავტორი მივხვდი ერთ რამეს: ჭეშმარიტი ძალა სიმშვიდესა და უხილავობაშია. არ მჭირდება ჩემი ყოველი ნაბიჯის აფიშირება. არ ვარ ვალდებული დაამტკიცო ჩემი ცოდნა იქ, სადაც ეს ამჭირდება. თუ შენ მოусმინი ამ ტექსტს ბოლომდე, ეს ნიშნავს, რომ შენც აცნობიერებ რაღაც მეტს. რომელია ამ საიდუმლოებებიდან ისეთი, რომლის დარღვევის გამოც ყველაზე მეტი ფასი გადაიხადე წარსულში? დამიტოვე კომენტარი.
ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას და ეს მხოლოდ დასაწყისია. გამოიწერე ფიორი და გახდი ამ უხილავი ძალის ნაწილი. შევხვდებით ჭრილში.